ბოლინიამ და ველისოვმა მოახერხეს მეშახტეს კარში გოლების გატანა წინა შეხვედრაში. აქ შეიძლება გაიხსნას ძალიან სწრაფად ანგარიში სწორი ჯანჯღავა იყო ყურადღების ცენტრში, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია. 2 წელს გაიმართა 25 მაისს. ვნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი კირკიტაძის ჩაწოდება და რაიანი თამაშობს კარგად, რომელიც ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. ალბანელი ნახევარმცველი ულამაზესი გოლი ნიკა კალანდარიშვილის შესრულებით თავის ყოფილ გუნდს გაუტანა შეხვედრის 22 წუთზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სტანდარტულები ამ შეხვედრაში იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი კოზირი გუნდებისა და უკვე ნიკა კალანდარიშვილი კიდევ ერთხელ განმეორებით უერთი მარა ჩაწოდება და არაჩვეულებრივი თაური იყო. კიდევ ერთხელ განმეორებით დიდიე დროგბას გოლი გამახსენდა ახლა ბაიერნის კარში. შესანიშნავი თაური და ანგარიში იხსნება თამაშიც, გაიხსნება წესიდარიგით, რა თქმა უნდა არ განმეორებით ჩაჭრა ეს გადაცემა სწორედ ჯაფარიძემ. მე ხედავთ რომ შათილიშვილმა ითამაშა კარგად, თორემ იქ უერთჯავამ შათილიშვილმა და ამ ეპიზოდსაც ბათუმელები იყენებენ და გატანილი გოლის ავტორი ამ შემთხვევაში უკვე ხდება მამუკა კობახიძე. ორივე ცენტრალურმა მცველმა ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა და 34 წუთზე უკვე მამუკა კობახიძემ მოახერხეს ამ შეხვედრის პირველივე ტაიმში 2 გოლის გატანა. კუთხურიდან შექმნეს გოლი. აქ უკვე დასწრებაზე კობახიძემ ითამაშა არაჩვეულებრივად. გაიტანა მეორე გოლი, ორივე გოლი მოჰყვა კუთხურს. ასე რომ ის რა თქვით რეპორტაჟის დასაწყისში, რომ ძალიან საფრთხეთონი იქნებიან გუნდები სტანდარტულებზე, ეს ასეც აღმოჩნდა და ხედავთ ემოციებს ბათუმელთათვის ეს შეხვედრა, ეს ეტაპი ამ სეზონისა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩაწოდება ვნახეთ, მე წულუკიძეს გამოაქვს ბურთი, გარკვეულ შტურმს გავს ეს პრინციპი სამგვრალის მხრიდან, უბრალოდ კარში დარტყმით ჯერჯერობით არ სრულდება. აი ახლა დასრულდა და ლაზარე კუპატაძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ოსტატობა, რა ახლოს იყო სამგვრალი გოლის გატანასთან. გუნდი იმისგან რომ სხვაობა აქ მინიმუმამდე არ შემცირდა, ყოჩაღდიკო ცეცხლაძეს რომ აქ აჯობა კობახიძესაც და ჩიტეიშვილსაც კიდევ ერთხელ განმეორებით და გეგეჭკორს ყოჩაღს არაჩვეულებრივი ჩაწოდების გამო კიდევ ერთხელ განმეორებით გახედა იქ საჯარიმოს მშვენივრად ჩააწოდა გამოძლო ამ პირველი 10 წუთის განმავლობაში და ახლა ბათუმელები აქტიურობენ შეტევაში. ეს პასი გადის კოხრეიძე 3-0 ცვლებაზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში მოახერხა გიორგი კოხრეიძემ გატანა 3-0 და ბათუმელებმა ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგეს 3 ქულისაკენ. კიდატესობა უკვე არადა სამგურალი აქტიურობდა, ქმნიდა მომენტებს მეორე ტაიმის სტარტზე და ყოჩაღ აქ მე მგონი უერთი მარას გადაცემა იყო. კი ბატონო, უერთი მარა მესამე საგოლე გადაცემა დღევანდელ შეხვედრაში. არაჩვეულებრივი მატჩი აქვს მასაც, თუ წინა ეპიზოდში სტანდარტულებიდან მოახერხეს ბათუმელებმა გოლების გატანა, ამ შემთხვევაში უკვე თამაშიდან ეს ერთ-ერთი იშვიათი შეტევა მეორე ტაიმში აქციეს გოლად. მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა 2 ფრე და 4 წაგება. მე უკვე წინა ტურში როგორც ვიხარით მოუგო გუნდმა გაგრას. აქ არის შანსი რომ კიდევ ერთი გოლი ვიხილოთ. ამწავებს გიორგი კოხრეიძე თამაშს და თუ გაითავისუფლებს და შეიძლება დარტყმაც ნახოთ, თუმცა საბოლოოდ პასი გააკეთა და აქ უკვე გატანასთან გურამ ჯაფარიძე იყო ახლოს. კარგად სწრაფად გაითამაშეს ბურთი და შეცვალეს შეტევის ფლანგი იმერლებმა. აქ პასი ალბათ ველისოლზე საჭირო, მაგრამ არა სიღრმეში დაკეთდა. ველისოლი გაითავისუფლა თავი, დაარტყა ასფლეტა და იქნება კუთხური. ნამდვილად იყო ცეცხლაძის თაური და კუპატაძის მიერ შექმნილი მორიგი ძალიან ლამაზი ეპიზოდი ამ სეზონში. მოგერიებული ის ბურთი ფაქტობრივად გოლის ტოლფასად. მე უკვე ამ მოგერიებას სულ რამდენიმე წუთში მოაყოლეს გოლი ბათუმელებმა. აქ ლევან პაპავამ მოახერხა ანგარიში სხვაობის შემცირება 3-1 სამგურალი პრინციპში ბრუნდება თამაში. ეს ამ ყოველთვის არ მოითხოვენ, მაგრამ მე მგონი აქ არა. თამაშგარი აქ არ დაფიქსირდება. თამაშის წესის სრული დაცვით გავიდა ეს გოლი. კიდევ ერთხელ განმეორებით, ხო კობახიძე და კუპატაძე შეეჯახდნენ ერთმანეთს და ამან განაპირობა მე ის რომ კუპატაძე მიიღო იმედია მცირე ტრავმა, არაფერი განსაკუთრებული და სერიოზული იმედია. ისევ ბათუმელები კიდევ ერთი შანსი, ძრომოძრაობა, მარჯვნივ პასი
შეიძლება უფრო სწრაფად მოქმედების შემთხვევაში გოლის გატანა, მაგრამ ეს არ გამოდის. საგოლე პასის ავტორი თავად აღარ იქნებოდა. ამ შემთხვევაში ხოზრევანიძე ხდებოდა. სრულებაზე შემბატონო. გიორგი ავაზაშვილმა მისცა იმის ნიშანი, რომ ეს შეხვედრა დასრულდა. ბათუმის დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 3-1.